დილა შუადღე და საღამომშვიდობისა იმის მიხედვით თუ დედამიწის რომელი წერტილიდან გვიყურებთ, ეს არის გადაცემათა ციკლი ამერიკის შეერთებული შტატებიდან უეჭველი ქართველია. პროექტი, რომლის ფარგლებშიც კვირაში ერთხელ გაცნობთ ემიგრანტებს, რომლებიც ცხოვრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და გაცნობთ მათი ისტორიებს. მე ალექსი მეგრელიშვილი ვარ, პროექტის კადრებზე ზრუნავს ოპერატორი ნიკა ბერძენიშვილი. რაც შეეხება დღევანდელ სტუმარს, რა თქმა უნდა, დღესაც ქართველია ჩემი სტუმარი, უეჭველი ქართველი, მსახიობი ზალიკო კუპრაშვილი არის დღეს ამ გადაცემის მთავარი გვირი. გამარჯობა. მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას ამ გადაცემაში და მithმობ დროს, როგორ ხარ? კარგად, როგორ ახარ? კარგად, მადლობა. მე კითხე სანამ გადაცემას ჩავწერდით, რომ როგორ წარგადგინო ზალ თუ ზალიკო თქო და თუ გინდა ზორბა დამიძახეო, ჩემი ზედმეტსახელიაო, რატო ქვია ზორბა, მოდი აქედან დავიწყოთ. იმიტომ რომ ფიზიკურად დიდს ნიშნავს ზორბა მამაკაციო და თეატრალურ სარდაფში შემორჩენ სხვათა შორის ეს ზედმეტსახელი ზორბა მამაკაცი და კი ბატონო. მომძლებს და მომძლებს. კი ბატონო, ხარ თეატრის და კინოს მსახიობი. კი, დავიბადე ქუთაისში, გავიზარდე ქუთაისში, მთელი ბავშვობა გავატარე ქუთაისში. სხვათა შორის თეატრალურში არც მიფიქრი არასდროს რომ ჩავაბარებდი. ჩავაბარე იმის გულისთვის, რომ ერთი ადამიანი მინდა და ძალიან რო გამეცნო და გავიგე რომ აბარებდა თეატრალურში. და ვიფიქრე რომ ეს არის ჩემი შანსი რომ ეს ადამიანი გავიცნო თქო. სხვათა შორის ეგ ისტორია მე მგონი ვიცი, მე არ ჩაგიშვებ მაყურებელთან საუბარია ერთ ცნობილ ადამიანზე თუ არც მომღერალზე, მართალია? კი ბატონო, მართალი არის, მომღერალზე არის და მოკლედ იმდენად მინდოდა მისი გაცნობა, რომ ჩავაბარე თეატრალურში და მე მომეწონა რა. გაიცანი? კი, გავიცანი, კურსელები ვიყავით. აჰა. სახეს და გვარს ამბობ თუ მალა? არა, იყოს. ყველა მიცის, ვინც მე მიცნობს, ყველა მიცის მაგის. არა, ფართო აუდიტორიისთვის იყოს სიყვარულსა მალვაუნდას კატეგორიაში. ხო და მოკლედ ესეთი სტუდენტური ამბები გავიარე გამიმართლა იმაში, რომ მოვხდი თეატრალურ სარდაფში სცენის მუშად დავიწყე მუშაობა, პირველ კურსზე ვიყავი. მე ვთვლი დღეს თუ რამე შემიძლია ჩემ საქმეში და ჩემ პროფესიაში და თუ შეიძლება ჩემზე ითქვას მსახიობი, ყველაფერი ვისწავლე თეატრალურ სარდაფში. აჰა. და მადლობა ამისთვის იმ ბოდიში სასტავს წამოწე იმ კოლექტივს. იყოს ბოდის სასტავი თქვია. იმ კოლექტივს ვინც თეატრალურ სარდაფში მოღვაწეობდა. თეატრალური გამოცდილების მიუხედავად, ალბათ საზოგადოებამ ძალიან დიდმა ნაწილმა დარწმუნებული ვარ, გიცნო ფილმებიდან, სერიალებიდან და მათ შორის ალბათ ჩემი ცოლის დაქალებიდან, სადაც თამაშობდი პირდაპირ ვთქვათ, რას? უჩას, რომელიც იყო ძალიან ხისთავიანი ადამიანი. ეს ყვავილები მე მომიტანე? შენ რამე რო იყოს ლაპარაკს გვასთი? ცხოვრებაში თუ ხარ ესეთი ჯიუტი ან რის მიმართ ხარ ესეთი ჯიუტი? თქვათ ესეთი არა ვარ, მაგრამ რაღაცა სიყვარულის მხრივ, აი მაგალითად ახლა ყვავილების უტოვებდი უჩა ვუტოვებდი და კატოს ყვავილებს აჩუქდა. ეგეთი რაღაცები ცხოვრებაშიც გამიკეთებია, ჩემი დღევანდელი მეუღლესთვის ესე შეყვარებულები ვიყავით და როცა რაღაცაზე ნაჩხუბრები ვიყავით რაღაცა, ეგეთი რაღაცები გამიკეთებია, არ ვიცი უჩამ ჩამაწოდე ეს აზრი თუ მე ჩავაწოდე უჩას, მაგრამ ნუ ესეთი ცხოვრებაშიც გამიკეთებია. ანუ რომანტიული ხარ, მაგრამ ეს საიცო ცოტა მანიაკალურიც იყო უჩა, ალბათ გადაეკიდა. მანიაკიც ხო არ ხარ? რომანტიკასთან ახლოს ვარ, თქვა შორსაც არა ვარ და რაღაცა პოეზიაც მიყვარს და ლექსებსაც წერ? უინტერესოს. ხშირად ქართველ მსახიობებს ადანაშაულებენ ხოლმე ბრჭყალებში იმაში, რომ ესა თუ ის მსახიობი, რომელიმე გმირს კი არ თამაშობს და ეს გარდასახვის ნიჭით კი არ გამოსდის კარგად თამაში, არამედ ისეთი ტიპია, ისეთი პიროვნებაა და შესაბამისად რეჟისორიც იმ როლს თავაზობს, იმიტომ რომ ისედაც ისეთია და ესე დიდად სამსახიობო ოსტატობის გამოვლენა არ ჭირდება და გამოსდის კარგად. შენ როგორ ფიქრობ ამას, ამ საკითხს როგორ უყურებ? აი, რასაც ქვია სამსახიობო ოსტატობა, გარდასახვის ოსტატობა, ძლიერები არიან ქართველი მსახიობები? ძალიან ნიჭიერი მსახიობები გვყავს. ეხა ახალი თაობა მოდის, ახალგაზრდა თაობა. ეხა მე დიდი ხანია საქართველოსთან წამოსული ვარ და სპექტაკლებს ვერ ვახულობ, მაგრამ რაღაც ნაწყვეტები რო იდება და რაღაც ინტერნეტში ვნახულობ, ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის. რადგან ეს გადაცემა ეხება ემიგრანტებს, უკვე წამოვიდეთ ამერიკული ისტორიაზე, აქ აღარ გაქვს სცენა. ეს მონატრება გითხარი და აი ემიგრაცია და პროფესიის გარეშე ცხოვრება. ხო, ემიგრაცია ამერიკაში ამერიკაში. 5 წელი არის ამერიკაში, რაცა. მე 5 წელი დაიწყო უბრალოდ. ემიგრაცია ცოტა
რთული საკითხი არის მარტო პროფესიას რო თავი დავანებოთ, რთული არის მიჭირს სიმართლე რო ვთქვა, ახლა ემიგრანტობა მე, იმიტომ რომ მენატრება ჩემი ოჯახი, მენატრება შვილები, რომლებიც 6 წელიწადია, 5-6 წელიწადია არ მინახავს. რამდენი შვილი ყავს? 2 შვილი ყავს. რა ასაკისები არიან? 11 წლის და 7 წლის. და პატარა ბიჭი ალექსანდრე ბუთა იყო 2 წლის. ძინარე დავტოვე და კესანე გოგომ სკოლაში აპი შედიოდა იმ წელიწადს რაღაცა აეროპორტში გამომაცილა. და უკვე დიდები არიან, უკვე გაიზარდნენ უკვე ბავშვები და აი ეს მიჭირს, ეს მომენტი მიჭირს, რომ იმათ სკოლაში ისე წავიდნენ ორივე, რომ მათ გვერდით ვერ ვიყავი, ახალი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყეს, ვერ ვიყავი. რაღაცა დაბადების დღე აქვს იქ ვერ ვარ, რაღაცები ხდება იქ ვერ გასეირნება. ხოხდება, ანუ ძალიან ვაკლი ვარ და ძალიან მაკლია ჩემ შვილებთან ეს ურთიერთობა და ნერვიულობ და განვიცდი იმას, რომ როცა ჩავალ, ან ისინი ჩამოვლენ ეს გაუცხოების მომენტი არ მქონდეს შვილებთან ხო რა? ხები ხო რასაც გულისხმობ? აბსოლუტურად. კი, მონიტორში მამა გენაცოლი, შენი კი მამა გიყიდი, გამოგიგზავნი, ეგ ხო ამ წუთა შეიძლება ბავშვი ეგ აინტერესებს საჩუქარი, მაგრამ ნუ იმ საჩუქრის იქით კიდე ძალიან დიდი ის არის, პრობლემა არის ეს ურთიერთობა და რაც შეეხება პროფესიის მენატრებას, ძალიან მენატრება, რა თქმა უნდა, გიждდები ისე მენატრება, ისე მინდა იყო ამდენჯერ შემოხვედრია აქ გადაღებები ყოფილა ჰოლივუდური ფილმების გადაღებები და გამიჩერებია მანქანა გადმოსულ ვარ და აი ესე მიშტერები ვარ და უყურებ, იმიტომ რომ რო ვიცი იქ რა სიტუაცია, რა გარემოარი, რა ხდება, როგორ ხდება, აი უყურებ და მე არ დავვალავდი ერთ-ერთ წრემლიც წამომივიდა, რომ აი მონატრებისგან და სიყვარულისგან მიყვარს ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს. აქ ხომ არ გიცდია ბედი და კი, აქ მქონდა ეგეთი კაი მცდელობა მქონდა, რომ გარეუბანში ასე რომ ვთქვათ, არის ის Netflix-ის სტუდია. მოკლედ მანქანით მოვხდი და რაღაცა გრძელი რიგი იყო და მივედი რა ხდება თქო ვიკითხეთ, ესე ღია კასტინგი არისო. უი ღია კასტინგი რა კაია, დავდექი რიგში. რომ მეთქი რაღაცა შევედი, მომიწია როგორც იქნა შევედი 1-2 საათის მერე, გამარჯობა, გაგიმარჯოს, საიდან ხარ, ქართველი ვარ, სურათები გადამიღეს, მეც ვთხარი რომ ქართველი მსახიობი ვარ, რაღაცა ჩემი დამტრეული ინგლისური, თუ კარგი დაგირეკავთ. თუ და რაღაცა დაგირეკავთ. თუ კარგი ახლა არ დაურეკია, რა თქმა უნდა. რაღაცა 1-2 თვის მერე ისევ მოვხდი, ისევ დავდექი რიგში. ისევ შევედი, იგივე პროცედურა გავიარე, სურათები გადამიღეს, ისა ასე და ამომიშვეს. აი ხანი იყო გასული სადღაც 1-3-4 თვე იყო მეორე ვიზიტიდან უკვე გასული და ისევ მოვხდი და რიგში დავდექი და მეუცნაურა რიგი, იმიტომ რომ სულ ასაკოვანი ხალხი იდგა და რატომღაც ჩავთვალე ეთყობა ასაკოვნების კასტინგი არის თქო და მაინც ცდი ბედს თქო. და ჩემი დრო რომ მოვიდა რომ მივედი უკვე რა უნდა მომემზადო რომ სურათი უნდა გადამიღო რაღაცა სახელი გვარი უთხარი ჩემი სახელი და გვარი ზალგუბრაშვილი 1 წუთი ახლავე და მომიტანეს კვერცხი, გრეჩიხა, რაღაცა მაიონეზები ის მეთქი რა არის მე აღმოვაჩინე რომ სოციალური დაუცველების რიგში ვდგარ. მოიცად. მე მეგონა კასტინგზე ვიდექი და ამ დროს სოციალური დაუცველების რიგში ვიდექი და ესე პროდუქტებით მომამარაგეს. ანუ კაცი მიდიოდი ჰოლივუდის ფილმის კასტინგზე და თურმე სოციალურად დაუცველთა რიგში ვიდექი. აი რიგში ვიდექი, უკვე წარმოვიდგინე წითელ ხალიჩაზე როგორ გავდივარ ოსკარით ხელში. დიდი მადლობა იმას, დიდი მადლობა მას ტექსტიც მოვამზადე და მომცეს გრეჩიხა და კვერცხი. ის მე არც მიცდია. იმიტომ რომ მეშინია კიდე რაღაცა გაურკვევლობაში არ მოვხდე. რამე ესეთი პორნო კასტინგში არ აღმოყო თავი. მიუბრუნდები ისევ ამ შვილების მონატრებას და ასე შემდეგ, მაყურებელმა რომ არ გააგაკრიტიკოს. ხშირად მსგავს ისტორიები ხშირად მოგვისმენია მათ შორის ამ გადაცემაში და როდესაც აი ამაზე საუბრის ვიდეოებს ვწვითავ ხოლმე სოციალურ ქსელში, მიდის ხოლმე დიდი ლანძღვა ამ ადამიანების, ემიგრანტების, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან, რომ აი ვისაცოდებთ თავს და ჩამოდით თუ ეგრე გენატრებათ და ასე შემდეგ. შენ რა გიშლის ხელს მანდი მაყურებელს განუმარტე რომ ვერ მიდიხარ და კარგავ ცხოვრების ერთ-ერთ უძვირფასეს მომენტებს, რასაც ქვია შენი შვილების გაზრდის პროცესში უშუალოდ ჩართულობა. აი რომ ჩავიდე. დაკავებით ადამიანს თუ რამის გაკეთება უნდა სულ და გულით, ვერავი და ვერაფერი ვერ დააკავებს. მაგრამ მე ამ შემთხვევაში მაკავებს ის რომ იქ რომ ჩავიდე, მე რა გავაკეთო. რა ვქნა.
აი რა გავაკეთო, 2 შვილი მყავს, უნდა მივპატრონო. საქართველოში რომ დავხენილი ცხოვრება იყოს, საქართველოში რომ კარგი სიტუაცია იყოს, ახლა ხო არავინ წამოვა იქედან, ხო, ემიგრაციაში. რა გჭირდება იმისთვის, აი რა პირობები, მოდი მოგვიყევი ესე დეტალურად, პრაქტიკულად, რა გჭირდება იმისთვის, რომ აი შენ მიიღო გადაწყვეტილება და იყიდო ნიუ-იორკი, თბილისის მიმართულებით გავია ბილეთები. რა მჭირდება და საქართველოში რომ ჩავიდე, ელემენტარული შემოსავალი მინდა იმისთვის, რომ ოჯახს მივაქციო ყურადღება. აი რამდენი, აი ხელფასი, ქართული ხელფასით, ლარში. რა დღევანდელი ქართული ფასებით თუ გადავხედავთ, რასაც საქართველოში ფასები აქვს და რა დაახლოებით ნიუ-იორკის ფასები არის, იმიტომ რომ როდესაც ჩემ მეგობრებს აქაურ ფასებს უყვები ხოლმე არ უკვირთ, რომ ნიუ-იორკის ფასები ახლა ნიუ-იორკში აქ კოსტკოში შეხვიდე $200-300 2 კვირის საჭმელს გამოიტან და იქ 200 ლარით ვერ გამოგაქვს 2-3 კვირის საჭმელი. ხო. დაახლოებით ალბათ 5,000 ლარი უნდა გქონდეს ადამიანს ნორმალურ ოჯახს, რომ თავი ირჩინოს და ბანკის დახმარება არ დაჭირდეს და რა სფეროში წარმოგიდგენია, რო ჩახვიდე და იმუშაო? რამე თუ გეხერხება, თუნდაც მსახიობობის გარდა მაგალითად. ტურისტები ალბათ, ტურისტების მომსახურება, იმიტომ რომ მე მქონდა პერიოდი მეორე შვილი რომ შემეძინა, თბილისში ტაქსაობდი და ტურისტებსაც ვემსახურებდი. შენი პირველი ემიგრაციაა თუ ემიგრაციიდან ემიგრაციაში წამოხვედი? ემიგრაციიდან ემიგრაციაში წამოვედი. საიდან? პოლონეთიდან. აჰა. იქაც მუშაობდი ესე? კი, იქ თავიდან ქარხანაში მუშაობდი და მე საკვების მიტანის სერვისში ვიყავ. რა დისკომფორტები გვხდება ამ ქალაქში? რატომ ნიუ-იორკში? და აი საყოფაცხოვრებო პრობლემები გითხარი. აი მე მაგალითად არ მსიამოვნებს სახლებში უმეტესობას, რომ არ გვაქვს სარეცხი მანქანა მაგალითად და მიგვაქვს აი სამრეცხაოში. პირდაპირ ლანდრიდან მოვდივარ. კვირაში ერთხელ ეს მეშოკი გადაგდებული მიდიხარ ეცხავ, კეცავ. დიასახლის კაციც ვარ და ქალიც ვარ, просто შვილი არ მიჩნდება. მაინც აი აქაურ მიზნებზე მინდა კითხო, თუ გაქვს გულუბრყვილო ან შეიძლება თავდაჯერებული აზრი გონებაში რომ მოხდე ჰოლივუდში და ეს შეიძლება იყოს შენი ბრძოლის უნარიანობით თუ უბრალოდ შეიძლება სადღაც რაღაც გაარტყა. ჰოლივუდში მოხვედრა მე მგონი მე ვფიქრობ თუ ჩაიარა შენ მომატარებელი. ჩაიარა. რატო ესე პესიმისტურად? რაღაც პროფესია მსახიობი ხომ არის ის პროფესია, რომელსაც ასაკი ძალიან გვიან გვერდება. გამორიცხული არაფერი არ აქვს ცხოვრებაში, ვის რა გველის წინ მომავალში ვის რა ის, მაგრამ მე ვთვლი რომ პრაგმატულად უყურებ ამ ამბავს, ხო ფრთხილად ნიკოს. შენი როლი რა არის დღეს? აი რა როლი გაქვს მორგებული ამ ეტაპზე და შენი სცენა სად არის? ჩემი ვირტუალური სცენა ამ წუთას წარმომიდგენია მე სახლში შვილებთან. ანუ უფრო მამის როლია ეხა მთავარი. კი, მამის როლი არის მთავარი, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეხლა ჩემი შვილები მასაკში არიან, რომ მამა ძალიან ჭირდება გვერდში. კი, ჩემი მეუღლე გვერდში ყავს, დედა გვერდში ყავს და დედაც არის და მამაც არის და ძალიან ყველაფერს ცდილობს და კარგ შვილებს მიზდის და ზრდის და მადლობა ამისთვის. მაგრამ მამას შვილებისთვის კიდევ დატვირთვა. როგორ ფიქრობ, აი როდის მონახაზი თუ გაქვს, როდის შეძლებ რომ წახვიდე უკვე ისე რომ ფინანსურად გარემო პირობებზე აღარ იყო დიდად დამოკიდებული და შეძლო რომ ჩახვიდე. რომ წამოვედი იმ წელიწადს, ახალ წელს მეკვლე ვიც ყავდა, იმას ფეხები უნდა მოვატეხო ზუსტად ვიცი. მეკლეს კი, ახალი წლის მეკლეზე. შემოვიდა ახალ წელს გილოცავ და შემოვიდი ფეხიო რო თქვა. იმიტომ რომ იმ წელიწადს რო წამოვედი სახლის კარებს ვეღარ მივაგენი. და სულ ალთაბალთას დავდი. ანუ იმ წელს წამოხვედი ემიგრაციაში ეს ანუ ამ მეკლემ დაგღუპა. ამ მეკლემ დაგღუპა და უნდა მოვატეხო ფეხები რო ჩავალ. შენ ვეღარ ბრუნდებოდე ხა მეკლეს დააბრალე. ისე აი გაქვს ხოლმე შეგრძნება და ფიქრობ რომ ცხოვრებამ დაგჩაგრა თუ შენ დააკელი მაინც რაღაც მას. აი ცხოვრებამ არ დამჩაგრა, მე დავაკელი ცხოვრებას რაღაცეები. იმიტომ რომ ცხოვრებამ ძალიან ბევრი და კარგი შანსები მომცა, მაგრამ მე ვერ გამოვიყენე და არ გამოვიყენე. ზარმაცი ხარ თუ რატო? თუ ვერ ბაანალიზებ ხოლმე დროის ფასს.
ვერ ვაანალიზებ დროის ფასს, ერთი ეგ არის რაღაცა, მაგრამ იცი რა არის, მოუთმენელი ვარ და ცოტა ფიცხი. აჰა. ფიცხი მოუთმენელი. აი მე მაგალითად ჩემ თავს ვაბრალებ დღეს თუ მაგალითად მე ვერ ვარ თეატრში და ვერ ვარ იქ საქართველოში და ვერ ვაკეთებ ჩემს საქმეს იმის გარდა რომ ემიგრაციაში წამოვიდე რაღაც იქაც რო ვიყო და ისე იმათ აქტიურად არის ის რომ არ მიყვარს მეტად აქტიურობა და მიჩენია ყოველთვის მეორე რიგში დგომა და ჭრილში ყოფნა კულისებში ყოფნა მიჩენია მათ შორის როგორც მსახიობი მეორე ხარისხოვანი მსახიობი დარჩი ბოლომდე ეს აღქმა გაქვს და თავარი როლები ვერ ითამაშე? კი იმიტომ რომ ჩემ თავს სადანაშაულით მაგაშიც ვერ ვიაქტიურე, არ ვიაქტიურე. ორიდები არის მთავარი ამბავი მან თუ რა? არა, მოკლედ იყო ეგეც ვაზელინის ამბავია ხო? ეგეც არის. მაგრამ ჩემ შემთხვევაში იყო ალკოჰოლი. ოკეი. ხო. იმიტომ რომ სულ თეიფში ვიყავი სულ სანდით. მთელი თეატრალური ინსტიტუტში, მთელი პროცედურები სულ დოლგარმონი და კეიფი და ეს სტუდენტობა ისეთი ამბავი არის და თეატრალურის ისა იქედან უნდა დაიწყო საფუძველის ჩაყრა. რომ ააშენო რაღაცა და მე როცა უნდა მეშენებია ტაშფანდურში მე ტაშფანდურში გავატარე და შესაბამისად ამიტომ შანსები რაც მქონდა აქ დავკარგე. მაშინ აი თეატრალური საიმტაშფანდურმა რა გასწავლა? ეგეც ხო ცალკე აკადემია? კარგი სადღეგრძელო. გაქვს საყვარელი სადღეგრძელო? საყვარელი სადღეგრძელო ასე გამორჩეულად არა, მაგრამ ხშირად სადაც არ უნდა ვიყოს, სულ ამბობ დედის სადღეგრძელოს, იმიტომ რომ დედა გარდაცვლილი მყავს და წოხარ არ ვიცოდი. ძალიან მენატრება და ძალიან მინდა რომ გვერდში მყავდეს. პირველად რა ჩამოხვედი ნიუ-იორკში, რა შთაბეჭდილება შეგექმნა და როგორ მოგეწონა და როგორ მოგწონს ახლა? Times Square-ზე რომ მოვხდი პირველად, რომ ჩამოვედი და მოვხდი Times Square-ზე პირველად შემეშინდა დავიბენი და გული ამიჩნდა, ცრემლები წამომივიდა, ტირილი დავიწყე, იმდენად შემეშინდა ამ ხელა შენობების, ამ ეკრანების, ამდენი ხალხი ზუის, გადის, გამოდის ძალიან დამაბნია და ცოტა იმას ახლა, მაგრამ პირდაპირ მნიშვნელობით ამბობ, რომ შეგეშინდა, ანუ თუ ეს იყო ახტაცების და ბედნიერების. არა, პირდაპირ მნიშვნელობით შემეშინდა. აი რა, ეს მეთქი სად მოვხდი რა, ეს თქო. აი ხალხი რო დადის შენს ყველა ლაპარაკობს და აი ვინ ახარ? აი ამ ხელას სამყაროში, ამ ხელას Times Square-ზე გახარ და ვინ ახარ? პასუხი, მოდი რა არის მაშინ დღეს გითხარი, ვინ ხარ? როდესაც ეკითხები ხოლმე შენს თავს, რომ აი ამ სამყაროში მე ვინ ვარ, ვინ ხარ და რა არის შენი თავარი დანიშნულება, რისთვისაც მოევლინი ამ ქვეყანას, როგორ ფიქრობ? ძალიან ისეთი საინტერესო და რთული კითხვა არის. რისთვის მოვევლინე? ალბათ ჩემი მისია, ჩემ ცხოვრებაში ალბათ არის ის, რომ მეყვარდეს ადამიანები. ქართული მოხერხებულობა თუ გამოგიყენებია აქ რაპეში 90-იანები გამოვლილი ადამიანები ვართ და აქ ხშირად აი რაღაცა ჩვენ შეიძლება ისეთი ჩვევები გქონდეს და უნარები რაც შეიძლება ამერიკელს გაუკვირდეს და არ გქონდეს აი რაღაცა ისეთი მარიფათი თუ გამოგივლენია აქ ქართული. კი, ხაზეიკას გამოუცვალე ნატურა და ფულს მეაძლევდა და მეთქი რა თქმა უნდა რატომ აძლევ ფულს ხელოსანი მყავდაო გამოძახებულიო და ისო აღარ დამჭირდება ახლა შენ გამომიცვალე ნატურაო და შენ გადაგიხდი, მაგრამ მეთქი რა ფული უნდა გადამეხადო ან ხელოსანი რადგინოდე ნატურის გამოცვლაში. სარკეში თუ თამაშობ ხოლმე რამე როლებს შენთვის სახლში იმის გამო რომ დღეს აღარ გაქვს სცენა და თეატრი. როლები თუ გითამაშია სარკეს წინ? სარკეს წინ ეხლა ამ ბოლო დროს არა, მაგრამ ისე იყო ახალგაზრდობაში რაღაცები გონია მაგ შემთხვევებში. რამე როლი თუ არის შენთვის, რაზეც არ ითამაშებდი, ესეც ერთ-ერთი კრიტიკის და გაოცების ამბავია ხოლმე ქართველ მსახიობებთან დაკავშირებით, როდესაც მსახიობების გარკვეული ნაწილი უარს ამბობს ამა თუ იმ როლზე, ისეთ როლებზე, რაც შეიძლება ქართულ მენტალიტეტში არ ჩდება ასე მიიჩნევს. შენ თუ გაქვს რამე როლი, რასაც არასდროს არ ითამაშებდი და თუ პირიქით სიამოვნებით მიიღებდი ნებისმიერ გამოწვევას. არა საინტერესო როლი შეიძლება განვიხილო და ვითამაშო, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან არასდროს არ ვითამაშებდი პორნოგრაფიული სახის როლებს. არასდროს. პრაქტიკულ კითხვას დაგისვამ, აი დაახლოებით ერთ ადამიანს მარტო მყოფს, რა შეიძლება დაუჯდეს ცხოვრება ნიუ-იორკში. რამდენად ძვირი ქალაქია წარმოდგენა რომ გქონდეს ჩვენს მაყურებელს. მე ახლა ამ წუთას
მარტო რომ ცხოვრობ. რო არ ჩავთვალოთ ჩემი ოჯახი საქართველოში და იქ რაღაცეები. ჩემი სუფთა ხარჯი აქ ყოველ თვე არის 5-დან 5.5-მდე. ამერიკელი მგზავრები როგორები არიან? აი, როგორი მგზავრები ხვდებიან ხოლმე ტაქსიზე მუშაობის დროს? თუ გაქვს კომუნიკაცია მათთან, თუ ეუბნები საქართველოს შესახებ, თუ ინტერესდებიან, თუ უბრალოდ შოთაშორის ძალიან ბევრმა იცის საქართველო, რომ მეტყვიან რომ საიდან ახარ, ეუბნები საქართველოდანა ვარ. ბევრმა იცის საქართველო, მე ხომ მithumetes იციან მერაბ დვალიშვილით, ბერხუხსენებია მერაბ დვალიშვილი, ილია თოფურია, კვარაცხელია, მამუკა გორგოძე, რაგბისტი, შევარდნაძე, სააკაშვილი და სტალინი ღვინო. და ღვინო უფრო მიხარია რაღაც ეს ჩვენი ისა ხო და ერთხელ მან მეძდა ყოფილი ლოთი ხარ მაინც ყოფილი ლოთი ვარ სმელი ხო და ერთხელ მეძდა ქალბატონი რომელიც იყო რაღაცა ინსტიტუტის საღამოსოს ისტორიის კათედრის რაღაცა გამგეთო ვიღაცა რომ მითხრა საიდან ხარ რომ მეთქე საქართველოსდან მოხდა და უცებ შეიცხადა რას ამბობ და რა მოხდა მეთქი და თქვენ ღმერთზე ძალიან უყვარხართ. რატო თქო? იმიტომ რომ თქვენ ისტორიასო თვალე მოგადავალოთ, არ უნდა არსებობდეთ დედამიწაზე. საერთოდ ქვეყანა სახელმწიფო არ უნდა არსებობდეთ. ისეთი ომები და ისეთი რაღაცეები გაქვთ გამოვლენიო. კი ბატონო, მაშინ აი ისტორიიდან დღევანდელ საქართველოში წამოვიდეთ და დღევანდელი რეალობა თუ შეგიძლია რომ შეაფასო, როგორ ჩანს ამერიკიდან საქართველო ან შენი აღქმებით ბევრი კონტაქტი გაქვს, დარწმუნებული ვარ საქართველოშიც, უყურებ ასე ვთქვათ ნიუსებს შეიძლება ახალ ამბებს რა ხდება. დღეს როგორი ერი ვართ, რა ხდება საქართველოში ეს გითხარი შენი შეფასებით. ბოღმა შევჭა. გამახსენდა უცებ ბესიკ ხარანაულის სიტყვა ადამიანიო ბოროტი არისო და სიკეთეზე ისვენებსო. ისეთი ქაოსი არის და ისეთი საშინელება ხდება, რომ არ ვიცი და მე კიდე აი ქვეყანაში სადაც სოფლიო დონის ბარიტონი ყავს პატიმარი პატა ბურჭულაძე. რა ვიცი, მე მგონი სიცხვილი არის ამ თავრობის. ამ თავრობასაც იქ საქართველოს თავრობის სიცხვილი არის, რომ სოფლიო დონის ბარიტონი ყავს პატიმრობაში და ყავს ახალგაზრდა ნიჭიერი თაობა ბავშვების, ახალგაზრდების, თუნდაც ის მსახიობების, თუნდაც ის ანდრო ჭიჭინაძე, ისინი რომლებიც თავის საქმეში ეხლა უნდა ყვაოდნენ და ეხლა უნდა აძლევდნენ იმის საშუალებას, რომ გაიფურჩნენ და აყვავდნენ და მათმა ციხეებში ჩაყარეს რისი გულისთვის. ალბათ მე საქართველოში რო ვიყო დიდი ალბათობით მეც სადღაც მან შეიძლება ზღურბზე ვიყო ეგრეთ წოდებულ ვახტას ეძახიან ციხის კარებს. ვახტის ზღურბზე ვიყო, იმიტომ რომ ვაპროტესტებდი, მეც ქუჩაში ვიდექი, მეც წლისჭამლის დამშალეს, მეც მცემეს, მეც მომხდა. გავიარე მაგ ეტაპები და მაგ პერიოდები სანამ ვიყავი საქართველოში და რაც დავიბადე, სულ მაგ ეტაპები არის საქართველოში. 90-მდე მოყოლებული სულ აქცია და სულ მიტინგები. როდემდე იქნება როგორ ფიქრობ? მარადიული კითხვა გვეშველება რამე? არ ვიცი. მე თავის ერთი ჩემი უინტერესო ლექსი მინდა რომ წაგიკითხო. თუნებას მომცემ. რა თქმა უნდა, სიამოვნებით მოგისმენთ. და ამ ლექსს დავარქვი ეს ქვეყანა. ეს ქვეყანა ხიდზე გადის ბეწვის. გული მტკივა, სულიც მეწვის. ეს ქვეყანა ჩაგრულია ბედით, ნადგურდება საოცნებონებით. ეს ქვეყანა სცენა არის დიდი, კულისებში ინტრიგები მიდის. ეს ქვეყანა სავსე არის ფლიდით, თქვენ კატებო იყეფეთ, ჰე, მიდით. ეს ქვეყანა ჩვენ გაგვიხდა ბინდის, დაძაღლები ამ ქვეყნიდან მიდის. ეს ქვეყანა სავსე არის შურით, ბოღმით და იუდა გაბობოქრდა მოდგმით. ამ ქვეყანას ეპატრონა ღალატი და ჩაიცვა მარტოობის ხალათი. სიმართლისთვის აღარავის ცალია, ოკუპანტებს აძლევენ ძამია. გული მტკივა, სული მეწვის, რატო დადგა ჟამი ლეწვის. აქ სტუდენტებს აწამებენ საკანში და ვეხვევით კოლ-ცენტრების სკანდალში. აქ ქვეყანას ეპატრონა ბორია, სიკეთემდე კიდევ დიდი შორია. ქადაგებას ვისმენთ ხალხო მრავლისას, წიწიბურა, შალვა, გოგა, მოროშკინა ლალისას. ამ ქვეყანას ხრავენ ვირთხები, გვეშველება ძმაო, შენ გეკითხები. სულიერი მამები, ჯიპებით და აუდით, რწმენის არა, ფულის სუნი აუდით.
დუბაიდან მოდით ძმაო გრანტები, ქვეყანაში მოგვიმრავლდა ემიგრანტები. ეს ქვეყანა ხიდზე გადის ბეწვის. გონი დროა ამ რეჟიმის ლეწვის. ჩვენი ინტერვიუ დასასრულს უახლოვდება. მოიკითხე ადამიანები, ვისაც მიიჩნევ, რომ ყველაზე მეტად გაუხარდება ამ ეთერით შენი მოკითხვა. მოვიკითხავ ჩემს ალექსანდრეს და ჩემს კესანის, ჩემს შვილებს. და თვითონაც იციან რა, მაგრად მიყვარს ერთიც და მეორეც. და დიდი სიყვარულით და დიდი სიტყვით და მამი, გენაცვალეთ. ძალიან მიყვარხარ და ძალიან მენათავთ. და როდის ნახავ მათ როგორ? მალე, შეპირებული ვარ კესანეზე რომ მალე გნახავთ. მაგრამ ეს მალე წლებია, მალე ვიძახი. სკოლაში რო გაკვეთილად იგივე გაქვს, ისე არის მალე. ერთგვარი ჭაობი არის უძირო ეს მალე. კი ბატონო, მე გისურვებ, რომ შენი ოცნებები რაც გჭირდება იმისთვის, თუნდაც ფინანსურად მალე განახორციელო და მალე წახვიდე შენს შვილებთან ერთად. ზოგადად ვისაც სად უნდა იქ უნდა იცხოვროს, მაგრამ რადგან შენ გინდა საქართველოში წასვლა, იმიტომ რომ გელოდება შვილები და ისინი ჯერ ვერ ახერხებენ აქ ჩამოსვლას, მოდი ასე გისურვებ, რომ მალე გენახოს შენი ოჯახი. უღრმესი მადლობა, რომ იყავი ჩემი გადაცემის სტუმარი. რამე ხომ არ არის, რაც რის დამატებაც გინდა და შეიძლება მე არ კითხე და გინდოდა საუბარი და დაგემშვიდობები. არაფერი, არა. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მადლობა შენ, მადლობა შენს მაყურებელს. და დავიცი, შევხვდებით საქართველოში. ბედნიერ საქართველოში შევხვდეთ პირობა, მივცეთ ერთმანეთს. დიდი მადლობა. გავაცილეთ ჩვენი სტუმარი, არაჩვეულებრივი მსახიობი და ახლა ბევრ მსახიობთან უნდა შევიდეთ. ვიმყოფებით მანჰეტენზე, დიქსონ პლეისში, სადაც იმართება ქართული სპექტაკლის პრემიერა, რომელიც ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით იმართება და მოდი შევიხედოთ, სამზადისი მიმდინარეობს, გენერალური რეპეტიცია და უფრო მეტი გავიგოთ რეჟისორისგან და მსახიობებისგან. გენერალური რეპეტიცია იწყება და აი რეჟისორის წარის აქვს ბატონი ჯორჯ მაისურაძე, რომელიც არის შემოქმედი დღევანდელი დღის რეჟისორი, რომელიც ასევე თავადაც თამაშობს დღევანდელ სპექტაკლში და მოგესალმებით, მოდი გითხარით ჩემს მაყურებელს გადაცემაში. გუეჭველი ქართველია, უთხარით ამ სპექტაკლზე უფრო მეტი, დაგიმაგრებთ მიკროფონს. რაზეა სპექტაკლი? დღევანდელი სპექტაკლი ეძღვნება ქალბატონ ხათუნა იოსელიანს. მადრეირებას გამოხატავთ ჩვენ მსახიობები, ყველა ქალბატონი ხათუნას მიმართ და 11 წელია ხათუს არაფერი გაუკეთებია სცენაზე და ამიტომაც გვინდოდა 92 წლის ასაკში ჩვენ უსაყვარლეს ქალბატონ ხათუნას მოვეფეროთ და ის აპლოდისმენტები დავატკბოთ, რასაც ქვია სცენა, სიყვარული და სითბო და ამიტომაც ვცდილობთ რომ დღევანდელი საღამო იყოს თბილი და თავისუფალი. აი ესეთ რაღაცას ვფიქრობ. რაზეა სპექტაკლი? კომედია აბსურდი არის. სრული სიგიჟე ხდება და მთავარი ლეიტმოტივი არის თავისუფლება. თავისუფლება, სინდისი, სიყვარული, ურთიერთობა და ზოგადად სამყაროში ცხოვრება. იცით რა მინდა გითხოთ, ეს სპექტაკლი ვიცი რომ აი თითქმის უბიუჯეტოდ კეთდება ფაქტობრივად ენთუზიაზმით და პროფესიის სიყვარულით და თქვენ ყველას მსახიობებს გაქვთ თქვენი სხვა რუტინული სამსახურები, რატომ აკეთებთ ამას? აი რა ბიძგი გაკეთებინებთ? იმიტომ რომ მე პროფესიონალი მსახიობი ვარ, თეატრალური მოსდამთავრებული და აქ მოიხსენებათ როგორი აი თქვენ თქვით რუტინა და ამ რუტინაში სხვა საქმეები, მონატრები, სიყვარული ეს რაც იცი და რაც გეხერხება და რაც ყოველთვის გინდა. მე 27 წელი ვარ უკვე ამერიკაში და მოხერხდა წინა პროექტი ბატონ წითელთან ერთად ვითამაშეთ და აი ჯორჯმა გააკეთა შევკრიბა ეს დასი და გავაკეთეთ. გამოვიდა და ასე ვთქვათ, ამ თქვენ მონატრებას დღეს ამ სცენაზე მოვიკლავ და აი ყველაფერი ისე იქნება შემართებით, ყველანი ვართ დიდი შემართები და მე განსაკუთრებით, იმიტომ რომ ძალიან მონატრებული ვარ ამ ყველაფერს. ძალიან ნერვიულობ სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ სადღაც 15 წელია ეს სცენაზე არ ვდგარ ხო და საკმაოდ ისეთია რაღაცნაირი შინაგანი ცეცხლი გიზგიზებს ჩემში და არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ნუ ესე მოჭიმულობა მაქვს, ხა 2 საათი დარჩა სულ რაღაც სპექტაკლამდე და შევეცდები რომ ჩემი მაქსიმალური დავდო, რაც დაგროვილი ემოცია მაქვს, ყველაფერი გამოვიღო და გამოაფრქვიო. მადლობა ბატონ რეჟისორს რომ მოგცა ამის საშუალება ქვეყანაში. მესამე კითხვა რა იყო? მგონი არ იყო. წარმატებები. დიდი მადლობა. მე მგონი ცოტა
ამერიკულ რეალობაში ესეთია რა. დრო არავის არ აქვს და როგორც კი შაბათი კვირა დრო გამოგვიჩნდებოდა ხოლმე, მაგ დროს ვიკრებებოდით. რუტინულ სამსახურებს რო დააღწევთ თავს, ხო? ხან 3 საათი გვეძინა, ხან 2 საათი, მაგრამ ეს საქმე რო გვიყვარს და რო გვენატრება, მაგიტომ გადავდეთ ჩვენი თავი. მე ვთამაშობ კოკოს, რომელიც არის ემიგრანტი, დაბრუნებული საქართველოში, ჩემნაირი. და რავი, ეს კაი სპექტაკლია რა, აი ვინც მოვა, ჩემი აზრით გაერთობა, იმიტომ რომ ცოტა საგიჟე არის რა. თქვენ აქ ცხოვრობთ ისე რეალურ ცხოვრებაში ემიგრანტი ხართ? მე ემიგრანტი ვარ, სწავლობდი და ეხლა ვსწავლობ დავამთავრე და პროფესიით მსახიობი ხართ. სპექტაკლში დაბრუნდით ემიგრაციიდან და რეალურ ცხოვრებაში თუ ფიქრობთ დაბრუნებას? არ ვფიქრობ, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება არა როგორ არ ვფიქრობ, აი ვნახოთ რა, მაგრამ რაღაც მინდა რომ ჩემი მთელი კარიერა დაამბები ვცადო ამერიკაში. სულ შორს ჩინეთშიც ვიყავი, ეხა აქ და. კი, ჩინეთში მიღეთ განათლება, ხო, მათ შორის. საქართველოს მე ჩინეთში. ჰოლივუდს უკავშირდება თქვენი გეგმები თუ? ქართველია. კიდევ ერთი მსახიობი გაგვეცანი, ვინ იმალება ნიღბის უკან. სახელია ზაზა მელაძე. აჰა. მეც დაახლოებით 10 წელია სცენაზე არ მდგარ ვარ. პროფესიით მსახიობი ხარ? კი, პროფესიონალი მსახიობი. დავამთავრე დრამის ფაკულტეტი. და ჩამოვედი, ვიმუშავე დაახლოებით 7 წელი ტრაქზე. დიდ სატვირთო მანქანაზე და სატვირთო მანქანაზე, ავტომზიდზე. და ამ ბოლო რამდენიმე თვის წინ ჩამოვედი ბრუკლინში და შევუერთდი ამ შესანიშნავ ჯგუფს, რომელიც რას ნიშნავს შენთვის დღეს ამ სპექტაკლში მონაწილეობა? პირველ რიგში გახსენებას ყველაფერი იმის, რასაც ვაკეთებდი, ყველაზე დიდი სიყვარულით. და მთელი ჩემი ენთუზიაზმი ამ საქმეში არის ახლა ჩართული. ამ სპექტაკლის რეპეტიციაზე საიდან მოდიხარ ხოლმე, საიდან მოდიოდი ხოლმე და სად მიდიოდი ხოლმე? გულისხმობ აი შენს რუტინულ ყოველდღიურობას რა არის? ეცი რა, ძირთად სულ დასაქმებული, დილით ადრე 5 საათზე ვდგებით, გავდივართ სამუშაოდ. მე საღამოს ან ღამე გვიან გვაქვს ხოლმე რეპეტიციები და ახლობით 2-3 საათი გძინავს, მე ისევ ვდგებით. ძალიან რთულია, მაგრამ სასიამოვნო, იმიტომ რომ ვიხსენებთ ჩვენს ყველაფერს. კი ბატონო, საქართველოს დაბრუნებას როდის აპირებ თუ იცი ეს გეგმა თუ გაქვს მონახაზი? სამწუხაროდ არა მაქვს ჯერჯერობით გეგმა, მაგრამ იმედი მაქვს რომ დავბრუნდებით, ან დავბრუნდები კარგად. სწავლობ ნიუ-იორკ ფილმ აკადემიაში, მანჰეტენზე, თავიდან სწავლობდი ლოს-ანჯელესში და გადმოვედი მანჰეტენზე, მაგრამ ისე ვბრუნდები კალიფორნიაში, იმიტომ რომ მგონია რომ ზოგადად ამერიკაც და კალიფორნია ადგილი არის, სადაც შეუძლია რომ მსახიობს იპოვოს თავისი თავი. ან ჰოლივუდს უმიზნებ და უფრო კინოში ხედავ შენს თავს. და მაგის ამბიცია სხვა შორის მაქვს. მგონია რომ გამომივა. დადიხარ ხოლმე საქართველოში თუ არა, ჩამოვედი და ემიგრანტი გქვია? ემიგრანტი მქვია. ხოდეთიკო. მე როდის? დედა, ერთი წუთი რა. ალო. 20-ში? მე ვერ გავიგე. 22-ში. დედიკო დავხდები და ბარას ვიზარ. 7 წელი არ მინახავს. აბაკუე კაცია რა. ჩიც არ ხდება გარია. თუ გარიაში ჩასვა ან გაჩუმდება, ან სიმღერას ისწავლის უკან ხმა მაღავს. თავისუფლება გსინდეს. შენგვრის საზოგადოების გადაწყვეტილებით ვერიკ ვანჯაფარიძის სახელობის პრემია მიენიჭა მსახიობ ხათუნა იოსელიას. ამერიკის შეერთებული შტატების ემიგრაციაში ყოფნისას ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი პოზიცია. მშთაბობის ჩინაზე მაინც დაუბრუნდი სახლში. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, პრემიერამ წარმატებით ჩაიარა. მე გემშვიდობებით ერთი კვირით, თქვენ კი არ დაგავიწყოთ რომ გამოყვეთ სოციალურ ქსელებში, მოგძებნეთ სახელით უეჭველი ქართველია, რათა ნახოთ ამ გადაცემის სრული ვერსია. დროებით.